თუ გინდა რომ შენი შვილისგან ბედნიერი იყო ამას ვეუბნებს უკას მაშინ ჯერ თქვენ ერთმანეთით უნდა იყოთ ბედნიერი ანუ თქვენ გააბედნოთ ერთმანეთი თქვენ ცოლ-ქმარმა უნდა გააბედნოთ ერთმანეთი თქვენ უნდა ხარობდეთ ერთმანეთი რომ მე თქვენი შვილი იყოს თქვენი ბედნიერი და ოჯახში ეს სიყვარული ტრიალებდეს აბარა ეს აი მამისა და დედის ერთმანეთთან სწორი დამოკიდე პატივისცემა როცა დედა მამას ცემს პატივის მამა დედას ცემს პატივის ადროდ და ერთმანეთის საოცარი მოწება და მორიდებულება აქვს დედას მამის ორთან ესეთ გარემოში როცა ბავშვი იზრდება ის ყალიბდება სხვანაირად ყველა ოჯახმა ყველა ცოლ-ქმარმა ყველა შვილმა ყველა დედამ ყველა მამამ გაიაზროს ეს თუ რა არის ოჯახი და შენ როცა ოჯახს ქმნი როცა შენ განცხადებას აკეთებ წინაშე და უნები რომ მე მინდა რომ ეს ადამიანი გახდეს ჩემი ცოლი მე მინდა რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი ქმარი როცა შენ ადამიანი ამას ამბობ შენ ამით პასუხისმგებლობას იღებ როგორც საკუთარი თავის წინაშე და იმ ადამიანის წინაშე ისე თუნდაც საზოგადოების წინაშე და მე რო ღვთის წინაშე არც ეს მზატო ამბობს ადამიანს ჯვარი დამწერ ასენა შვილი ჯვარი დამწერ ნიშნავს იმას რომ მე მოვდივარ ეკლესიაში მე მოვდივარ მოძღვართან და ღვთის წინაშე მე მამაკაცი ვამბობ ეს რამეს რომ აი ეს ადამიანი რომელიც ჩემ გვერდით გავს რომელიც მე ავირჩიე ჩემი ცხოვრების თანამგზავრად რომ მე თელი ჩემი ცხოვრება ამ ადამიანზე ვიზრუნებ და ეს ადამიანი იქნება ჩემი ბედნიერი ამ აღთქმას მე ვდებ ღვთის წინაშე ღმერთის წინაშე და აღთქმას